ჩვენი ორგანიზაცია აიწყებს სრულიად ახალ პროექტს, ერთდღიან ლაშქრობებს, ამიტომ უყურეთ ვიდეოს ბოლომდე, წინ ძალიან საინტერესო თავგადასავლები გელოდებათ. ჩვენ უკვე დავიძარით მარტყოფისკენ და მივემართებით, რათა დავიწყოთ დღევანდელი მარში. ბატონო რაგნარ, როგორი მოლოდინები გაქვთ რასი? Gandidi. ძალიან. Კი. თქვენ ბატონო ერეკლე, რა სიტყვით დღევანდელი დღე, რისი მომცემი იქნება თქვენთვის? პირველ რიგში არის ძალიან საინტერესო. ამე თუ ასეთი გამოცდილება არ მქონია. გარდა იმისა, რომ გომბორის ბანაკში მონაწილეობა მიღებული მაქვს და შესანიშნავი ბანაკია, მსგავსი ტიპის გამოცდილება არ მქონია და დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი დადებითი ემოციებით ვიქნები გამჭავლული. ჩვენ უკვე მოვედით დანიშნულების ადგილას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარშს ვიწყებთ, გველოდება ძალიან ბევრი გამოწვევა დღის მანძილზე და შევეცდებით, რომ გავართვათ თავი და გადავრჩეთ ამ ესე რომ ვთქვათ, ველურ პირობებში. ბავშვები ახლა ეცნობიან უკვე მარშრუტის წესებს, მიმართულებას, იმ უსაფრთხოების წესებს, რომელიც უნდა დავიცვათ გადაადგილების დროს. და იმედია არ დაგვეღლებიან და შეძლებენ თავი გაართვან იმ გამოწვევებს, რომელიც გზის მანძილზე მათ დახვდებათ. ბატონო რაგნარ, აი გითხარით, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ადამიანი ლაშქრობის დროს, რა უნდა გაითვალისწინოს, როგორი ეკიპირება უნდა ქონდეს და აი ესეც რო აგვიხსნათ რა არის. იმიტომ ძალიან საინტერესო რამეა. Ეკიპირება ესეთი სადაც ისმევა წყალი, რომელიც არის გადაადგილებისთვის ძალიან მოსახერხებელი. ლაშქრობას გააჩნია პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოს, რომელ რელიეფზე მიდიხარ. რა პირობებია, ამინდია და იმის დამიხედვით უკვე უნდა ჩაალაგოს შესაბამისი აღჭურვილობა, ტანსაცმელი და ყველაფერი. აჰა, აი მაგალითად, ჩემს ლუქს, სალაშქრო ლუქს რამდენად შეაფასებ? შეიძლება ფეხსაცმელები დატოვო გზაში. აი, მოდი ეხა ერთადერთი ქურთუკი რაც გამოგადგება ნორმально. ეს ადამიანი შევაფასოთ. აი, ამის სალაშქრო ლუკი როგორ გამოიყურება? უბრალოდ სასიამოვნო. ფეხსაცმელები აქვს მაგარი. ფეხსაცმელები. აი, თუ შეიძლება ფეხსაცმელები რომ დავაფიქსიროთ. ეხა გავიგოთ, რას აკეთებენ ეს ადამიანები და საერთოდ რას გვიპირებენ, სად უნდა წავიდეთ. რას გვიპირებთ, სად უნდა წავიდეთ? იმედია სწორ ადგილას მივალთ, მივდივართ ახლა ლაშქრობაში ტყეში. კონკრეტულ ადგილებს ახლა რუკაზე ვეძებთ და სად მიგვიყვანს ვნახოთ. შეიძლება რომ ვენდოთ ამ რუკებს? ამ რუკებს კი ჩვენ არ ვიცი. რომელიც აი ავდივართ ზემო. ესა გაადის იქ, აი ავდივართ. შემდეგ არ უნდა რუკას ვატრიალებს ისე რომ ადგილმდებარეობა შეესაბამებოდეს რუკაზე მდებარეობა. გავესაუბროთ ბატონ თამაზის, რომელიც არის თვითგადარჩენის კურსის ხელმძღვანელი, თქვენ როგორც თვითგადარჩენის სწავლების ხელმძღვანელი, რამდენად გვაქვს შანსი რომ გადავრჩეთ? შანსები არის. გვაქვს ესე იგი შანსები. რა კი ბატონი თამაზი გვეუბნება რომ შანსები არის, ეს უკვე დამაიმედებელია. დღეს თუ ვაპირებთ რომ თვითგადარჩენის ფარგლებში ვასწავლოთ ბავშვებს რაღაცეები და ჩაუტაროთ სწავლება. კი, დაგეგმილი გვაქვს რა თქმა უნდა რომ ბავშვებს ვასწავლოთ გარკვეული წესები საველე პირობებში თვითგადარჩენის გარკვეული წესები, როგორც არის მაგალითად საველე პირობებში დროებითი ბანაკის მოწყობა, ცეცხლის დანთების წესები, საკვების მოპოვების წესები, წყლის მოპოვების წესები და ასე შემდეგ. და ჩვენს დავიძარით შემდეგი წერტილისაკენ. გზა თავიდანვე ციცაბო აღმართით დაიწყო, რამაც მიგვახვედრა, რომ წინ ბევრი გამოწვევა გველოდა.
ჩვენს დავიწყეთ უკვე მოძრაობა, როგორც გითხარით. მივყვევით ახლა გზას საკმაოდ რთული არის, იქიდან გამომდინარე რომ არის თოვლი. მართალია რთულია, მაგრამ იმედი მაქვსო გავართმევთ თავს. ეტაპობრივად გაჩვენებთ როგორ მიმდინარეობს ჩვენი სწავლება და იმედია რომ საბოლოო ჯამში საინტერესო რაღაც გამოგვივა. მონაწილეებში უკვე იგრძნობა დაღლა, მაგრამ ჟინი უფრო მეტი გვაქვს. ჩვენი ინსტრუქტორი რაგნარა კი გვეხმარება რთული მონაკვეთების გავლაში. ჩვენ ჯგუფს ასევე მოყვება ექიმი, რათა საჭიროების შემთხვევაში აღმოგვიჩინოს დახმარება. და ამასობაში მცირე შესვენება გადავწყვიტეთ. რამდენად რთულია შენთვის ეს მარშრუტი, რომელსაც გავდივართ? გზა ძალიან რთული არ არის, ვინაიდან და რადგანაც მოცვია რეზინის ბოტები და ძალიან ჭკვიანი ვარ, ამას აღვნიშნა უკვე მეოთხედ. მე ძალიან მომწონს ძალიან ყოფილი ვარ, ჩემი პირველი ლაშქრობა. აჰა, ძალიან კაი, სურვილი ჩაიფიქრე მაშინ რომ YouTube-ზე გვყავდეს ძალიან მალე 100,000 გამომწერი. ასეთ დროს პირველი რასაც იაზრებ, არის გუნდური მუშაობის მნიშვნელობა. გზა ეკალბარდებით იყო სავსე, ჩვენ კი ერთმანეთს ვეხმარებოდით მის უსაფრთხოდ გასავლელად. ტალახი და თოვლი კი უფრო გვირთულებდა ამ გზას. დღეს ჩვენთან იმყოფება არც მეტი და არც ნაკლები საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის პრემიერ-მინისტრი ბატონი ერეკლე. მე რომ აქ ვიყავი რეკოგნოსირებაზე, მაშინ უფრო მალე მივედით პირველ წერტილთან. რატო გაგვეწელა გზა, რას ფიქრობ? ალბათ, იმიტომ რომ გუნდურობა უფრო ნაკლებად იგრძნობა. და მე თუ ლიდერები ცოტა მეტად აქტიურად იყო ჩართული გუნდის პროცესში და გუნდურობის პროცესში. ანუ სასიამოვნოა, ესე ძალიან კარგია. უკეთ გავიცანით ერთმანეთი და ასეთ დროს ბევრი ძალიან სასიამოვნო და სასიხარულო ინფორმაციების გავცვალეთ ერთმანეთს. აი, ოპერატორს თხოვ რომ დაგანახოს მიახლოებით, სავდგავართ. არის მთლიანად ციცაბო დაღმართ, სადაც ჩავდივართ და ვცდილობთ რომ მივიდეთ პირველ წერტილამდე. ანუ ჯერ არ წავქცეულ ვართ. ჯერ არ წავქცეულ. დავარია, ჯერ არ წავქცეულ ვარ. როგორც იქნა მივედით სასწავლო წერტილამდე და პირდაპირ მიწაზევე დავსხედით. ჩვენმა ინსტრუქტორმა რაჟდენ კოპალიანმა და ლევან მაჩაბელმა ჩაგვიტარა სწავლება ნაღმებისა და ფეთქებად საშიში ნივთიერებების შესახებ. ვიცი ამ ჩვენ რაღაცას მე მითხარით. აი ეს უნახე, ეს შევამჩნიე, ეს რაღაცა უცხოა. ეს რაღაცა ისა და ამით ჩვენ უკვე დავამდგეთ იმას, თუ როგორ შეგიძლია თქვენ ეს ყველაფერი უარყოფოთ, თავი არ დაიზიანოთ სასაფეთქებელი ნივთიერებებისგან. გამიგეთ ახლა რამე დაგავიწყო. ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითი არის ის, რომ ადამიანი როცა ნაღს აბიჯებს, სანამდეც ფეხს არ აუშვებს ამ ნაღს, ის არ ფეთქდება და არ დეტონირდება. თუმცა ეს მითი არის, როდესაც ნაღს დააწვება შესაბამისი განსაზღვრული წონა, ის პირდაპირ უკვე იწყებს აქტივაციას და ფეთქდება. ამიტომ როდესაც ჩვენ ვურთიერთობთ ფეთქებად საშიშ ნივთიერებებთან, ნამდვილად არ გვაქვს მეორე შანსი, განსაკუთრებით ნაღმების შემთხვევაში. ცხადია, ხა ჩვენი ნაღმები სასწავლო არის და სასწავლო დანიშნულებით გამოიყენება, თუმცა მოხალისეები ამ ყველაფერს და ამ დავალებას უნდა მიუდგნენ ისე, როგორც მიუდგებოდნენ რეალურ სიტუაციაში. ჩვენი დავალებაა ვიპოვოთ გზაზე დამალული ნაღმები იქამდე, სანამ მათ დავაბიჯებთ. აფეთქების ხმება რამდენად შეგაწუხათ? დაახლოებით 23 დიუმის იყო ეს აფეთქება, მე როგორც გამოვთვალე და ყურის გარსი უფრო დამიზიანა ვიდრე შიდა ტერიტორია. გასაგებია, საკმაოდ ძირფესვიანი შეფასება. შემდგომ ლევანი დეტალურად აგვიხსნა თითოეული ნაღმის მახასიათებელი და ნიშან-თვისება.
ამასობაში დავიწყეთ შემდეგი სწავლებაც, რომელიც დაშავებულისთვის პირველადი დახმარების გაწევას გულისხმობს. ვისწავლეთ ტურნიკეტის დადება და მოტეხილობის ფიქსაცია. ამ ყველაფერში კი ჩვენი ინსტრუქტორები კახა ჯინჭარაძე და ზვიად ბეგალიშვილი დაგვეხმარნენ. ადამიანის სისხლს როდესაც დაკარგავს, აუცილებლად ის უნდა გავათმოთ ხელოვნურად, ხო? გული არის ჩვეულებრივი ტუმბო, ერთი მხრიდან იწოვს სისხლს, ისვრის მეორე მხარეზე. გასროლის პროცესში რა ხდება? წნევა და ტემპერატურა ყალიბდება, რის საფუძველზეც ადამიანი ცოცხლობს. გამიგეთ? და როდესაც ეს ფუნქცია მოიშლება და ირღვევა, გაცივდება ხო ადამიანი. ამიტომ უნდა დავაფაროთ გორტექსი, კურტკა, ადიელა ნებისმიერ რამე და ტურნიკეტი არ გამოჩნდება. გამიგეთ? ამიტომ ვაწერთ შუბლზე T100-ს. ვაწერთ დროს, იმიტომ რომ ჭრილობა აქვს მიღებული დაშავებულს და ტკივილისგან პრობლემები რო არ შეიქმნას, ანუ შოკის ხარისხები რო არ ჩამოყალიბდეს, ამიტომ უკეთებთ ტკივილგამოყუჩებას. სწავლების დასრულების შემდეგ დავიძარით შემდეგი წერტილისაკენ. რო აგვიხსნა ეგ რა არის? ეს არის ნასკვი, რომელიც გვითხრის რამდენი 100 ნაბიჯი გადავთვალ. ახლა დავიწყოთ 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 ჩვენი საბოლოო წერტილი აქაა. ის განცდა რომ იმ ველებში დავდივართ, სადაც ჩვენი წინაპრები დადიოდნენ და მტერს ებრძოდნენ. ძალიან ამაღელვებელია და მხნეობას გვმატებს. მოგეხსენებათ ჩვენ მარტყოფის ველებზე ვარ. სწორედ ამ ველებზე მოხდა მარტყოფის ბრძოლა 1625 წლის 25 მარტს. სადაც კახელების ამოსაწყვეტად მოსულ ყიზილბაშებს ქართველებმა მუსრი გაავლეს გიორგი სააკაძის მეთაურობით. ჩვენი შემდეგი სწავლებაც დაიწყო, რომელსაც თვითგადარჩენის სწავლების ხელმძღვანელი თამაზ ახსიაშვილი უძღვება. ჩვენ შევისწავლეთ ტყეში დროებითი თავშესაფრის მოწყობა და ცეცხლის მოპოვება. უკვე დაიწყო თვითგადარჩენის სწავლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მოხალისეები შეისწავლიან, როგორ უნდა გადარჩნენ ტყეში და ზოგადად ველურ პირობებში დამოუკიდებლად ტყის რესურსების ხარჯზე. და თუ ადამიანს აქვს საწვიმარი და მოხდა ისე, რომ მოუწია ტყეში ღამის გათენება, ან არ მოუწია ღამის გათენება, მაგრამ რამდენიმე საათი უნდა დაყოს, თუნდაც სანამ სამშობლო ჯგუფი მოვა ხო, ან დაიკარგა, ან უბრალოდ ექსკურსიაზეა წასული. მას შეუძლია რომ გააკეთოს კარავი, რომელიც უზრუნველყოფს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას მთელი დღის მანძილზე. როგორ ფიქრობ, გამოგადგება ეს ცოდნა ცხოვრებაში? კი, ყველას გამოადგება, ყველა ადამიანს გამოადგება, მით უმეტეს ვინც ასე ხშირად დადის ლაშქრობებზე, ექსკურსიებზე, როგორც წეგან ახსენეთ. აი ასე მუშაობს ეს კარავი. უკვე ამ ადამიანს შეუძლია რომ ველურ პირობებში გადარჩეს, დაიძინოს, უსაფრთხო გარემოში იყოს. ცხადია ეს კარავი იცავს ადამიანს სიცივისგან და თუ ადამიანს აქვს საწვიმარი და არის ტყეში და იცის ეს ყველაფერი როგორ გააკეთოს, მაშინ მას შეუძლია გარანტირებულად გადარჩენა. მოკლედ მარიამი ქუთაისიდან ჩამოვიდა იმისათვის, რომ ჩვენ სწავლებაში ჩართულიყო. და მაინტერესებს მარიამ პირველ რიგში, რამდენად გაამართლა შენი მოლოდინები დღევანდელმა დღემ?
პირველ რიგში მადლობა მინდა გადაუხადო ამ ორგანიზაციას, რომ ასე გულთბილად მიმასპინძლა. აგრეთვე მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენს, რომ ასე დიდ სურვილს გამოხატავდით ჩვენთან ინტერვიუ ჩასაწერად. იმედები გამიმართლა, რა თქმა უნდა. საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, მე ვარ კმაყოფილი, ამიტომ ვურჩევ ყველა ახალგაზრდას, ვისაც სურს, რომ რაღაც ამ თანამედროვე თაცეცხლიდან ცოტა გადმოინაცვლოს, განიტვირთოს. ერთი დღე, შაბათი დღე, შვენიერია, იდეალურია, რომ ვილაშქროთ და ჩავერთოთ აქტივობებში. დღეს ჩვენთან ერთად არიან ნოდარი და მარიამი, რომლებიც არიან და-ძმა და ისინი სპეციალურად ჩვენი სწავლებისთვის ჩამოვიდნენ ახალციხიდან. მაინტერესებს პირველ რიგში რამდენად საინტერესო გამოცდილება იყოს თქვენთვის და გაამართლა თუ არა ამ ყველაფერმა თქვენი მოლოდინი. დიახ, მოგესალმებით პირველ რიგში. ჩემი მოლოდინი ნამდვილად გამართლებულია, რადგან კარგ დღეს მოველოდი და ასეც გამოვიდა. ხო არ დაიღალე დღეს? ძალიან არა, მაგრამ ისეთი აქტივობებია, რომ ნამდვილად გამძლეობა და იმედი ჭირდება. სად შემხედრი ტაძარიც მოვილოცე, რომელმაც ჩვენი ყურადღება მისი უბრალოებით და სილამაზით მიიქცია. ციცაბო დაღმართი. უკვე ერთმანეთს ვამქნევებთ, რომ თითქმის ბოლოში ვართ და ვეხმარებით გზის უსაფრთხოდ ჩასავლელად. ნელ-ნელა უახლოვდები ჩვენი მარშრუტის დასასრულს. საკმაოდ ციცაბო დაღმართი ჩამოვიარეთ ახლა. აი ჩემს უკან მთები ჩანს. არ იყო მარტივი თავად შეიძლება ითქვას, მაგრამ იმდენად რთულიც არ იყო, რომ დავალებისთვის თავის გართმევა ვერ შეგვძლებოდა. გავართვით დავალებას თავი ახლა. ავალთ მარტყოფის მონასტერში, სადაც იქნება საბოლოო სწავლება მონასტრის შესახებ. და მგონია, რომ საინტერესო ვლოგი გამოვა. ეს არის ჩვენი პირველი ვიდეო ჩვენს YouTube არხზე. ამიტომ გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი. გამოიწერეთ, რა თქმა უნდა, გამოიწერეთ. უნდა გამოიწეროთ, გამოიწერეთ მეგობრებო არხი. მეორე საინტერესო ვიდეოს. რა თქმა უნდა, თან ესეთი მაგარი ოპერატორია, ხაბარ აიქნება, საინტერესო იქნება. აი, სიმპათიური. ჩვენი გზაც ტაძართან სრულდება. ჩვენმა ინსტრუქტორმა, ისტორიკოსმა გია გოდერძიშვილმა გაგვაცნო ტაძრის ისტორია და შემდეგ მოვილოცეთ იგი. მარტყოფის მონასტერი 13 ასურელი ბერიდან ერთ-ერთმა მამა ანტონ მარტყოფელმა დაარსა მე-6 საუკუნეში. იგი აქ მარტო დაყუდებულა და სწორედ აქედან მოდის სახელი მარტომყოფელი, იგივე მარტყოფი. მონასტერმა 15 საუკუნის მანძილზე არაერთი მძიმე პერიოდი გადაიარა. 1395 წელს თემურ ლენგის შემოსევის დროს ღვთაების მონასტერი სასტიკად დაუხდა და დაიკარგა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი. სწორედ ამ ხატის გამო ეწოდა ღვთაების მონასტერი. დღეს ტაძრის წინამძღოლი არქიმანდრიტი ბენიამინ ბელქანია. ტაძარი 1723 წელს დაარბიეს და შემდგომშიც ლეკების არაერთი დარბევის მსხვერპლი გახდა. არც კომუნიზმის მძიმე ხელი ყოფილა ლმობიერი. 1934 წელს ტაძარი გააუქმეს და იქ 50-იან წლებში ბავშვთა თავშესაფარი, ხოლო შემდეგ 31 ქარხნის მოსასვენებელი სახლი ყოფილა. ასევე 1918 წელს სწორედ აქ იქნა მოკლული საქართველოს კათალიკოს პატრიარქი წმინდა კირიონ მეორე. მრავალი ტანჯვისა და დიდი ისტორიის მქონე ტაძარი 1999 წელს აღსდგა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის. ახლად შესვენებული ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. 15 საუკუნოვანი ტაძარი, რომელიც უნიკალურია საკუთარი არქიტექტურით, ჩუქურთმებით, მასზე გამოყვანილი ანგელოზთა ქანდაკებებით, ისტორიითა და დანიშნულებით. სწორედ საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორე მაღადგინა და დატოვა როგორც ჩვენი ეროვნული მეხსიერებისა და იდენტობის უპირობო და უღალატო მცველი.
ტაძარში ინახება წმინდა ბერების ნაწილები, რომლებიც გვახსენებენ იმ თავგანწირვას, რაც ჩვენმა მოდგმამ, ქართველებმა გასწიეს ქრისტესათვის 1700 წლის მანძილზე. Ჩვენ სწავლება უკვე დასასრულს მიუახლოვდა, უპირველეს ყოვლისა მინდა მადლობა გადაუხადო სწავლების ხელმძღვანელს, პოლკოვნიკ დავით პიჭიკაშვილს, გადაუხადო მადლობა ჩვენს ინსტრუქტორებს, ღოლებს და საერთოდ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ სწავლების დაგეგმარებისა და აღსრულების პროცესში. უდიდესი მადლობა მინდა გადაუხადო ასევე ჩვენს ორგანიზაციას, რომელიც გვაძლევს ამის საშუალებას, რომ ვაკეთოთ მეტი და მეტი მნიშვნელოვანი საქმეები. და რაც თავარია, ყველაზე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს მოხალისეებს, რომლებმაც არ დაიშურეს ძალისხმევა და მონდომება, რომ ეს დღე შემდგარიყო. გონია, რომ ამ დღემ ძალიან ბევრ ახალგაზრდას, ბევრი რამე შეასწავლა, დადებითი ემოციები მისცა. ჩვენ ერთდღიან ლაშქრობებს ისევ გავაგრძელებთ, კიდევ გვექნება ასეთი შეხვედრები, ამიტომ თუ გაქვთ სურვილი, რომ თქვენც ჩაერთოთ, მაშინ აუცილებლად უნდა მოგწეროთ და გაწევრიანდეთ ჩვენს მოხალისედ. როგორც გითხარით, ეს არის ჩვენი პირველი ვიდეო ჩვენს YouTube არხზე, ამიტომ გამოგვიწერეთ და არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება. მადლობა და დროებით.